პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა გააცნობიეროს ქატოს და წყლის მნიშვნელობა. მიღებული ქატო ფუვდება და მოცულობაში ორჯერ უფრო დიდი ხდება. შესაბამისად, იწვევს სისავსისა და დანაყრების შეგრძნებას. ასევე ქატო ამცირებს ქოლესტერინის შეწოვას. ხელს უშლის ორგანიზმს ცხიმების ათვისებაში და ეხმარება საჭმელს მონელებაში. ქატოსგან შეგვიძლია გამოვაცხოთ პური, გავაკეთოთ ბლინი, ან მივიღოთ წყალთან ერთად. გამარჯობა ჩემო კანელო მეგობრებო. მოკლედ არსებობს ძალიან ბევრი ვერსია იმისა, თუ როგორ გავაკეთოთ შურის ქატო. ეხლა მე გაგაცნობთ ჩემს საყვარელ ვერსიას, თუ როგორ ვჭამმე ქატოს მივირთმევ დილაობით და ვარ ძალიან ბედნიერი. თქვენს გაგიზიარებთ ამ სიამოვნებას და თქვენც იქნებით ჩემნაირი ბედნიერები. ნახოთ ამ ვიდეო. დაგჭირდება 0%-იანი რძე, შურის ქატო, დარიჩინი და დამატყობელი. მე ვხმარობ ამას. ძალიან მომწონს. ყოფში ჩავასხავთ რძეს. აი ეს. ძალიან მარტივად. აი ყოფში ვასხავთ რძეს, ძალიან მარტივია. ყრით ორკოს. შურის ქატოს, ფაზას გააჩნია. თუ ხართ პირველ ფაზაზე ყავს ნახევარს, თუ მეორე ფაზაზე ხართ ყრით ორკოს, ამატებთ სულ ოდნავ, აი ციკვი მარილი, რასაც ქვია, ციკვი. აი 1 2 3 4 ცალი დამატყობელი. ჩავყრით ამ ყველაფერს, მე ვიწყებთ ესეთ მორევას. ურევთ შეუჩერებლივად. აი ესე. მგონი შემეშალა რაღაცა ვიდეოში, მაგრამ არა უშევთ ხალხო ხوار ჩავწერა ვიდეოს. შეიძლება, მაგრამ იზარება. ვაგზელებთ მორევას და ნეუელად ჩვენი ქატო დაიწყებს შესქელებას. თან აუცილებლად უნდა ურიოთ, აუცილებლად. თორე მიიწვევ. ეს დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მის ხფაფა როგორი ხარშება ბევრმა იცის, მაგრამ ბავშვებმა შეიძლება არ იცოდნენ, ცოტა პატარებმა და გული კაცებმაც არისიან. ეს ვიდეო დაეხმარებათ. აი ნახეთ ცოტა უკვე სქელდება. არა როდის იქნება იცით მზად? მე ხლა მიგახვედრებთ როდის იქნება მზად. ვენახეთ ხა ხო წამოდუღდა. და ხა დაიწყებთ ესე რეალს კიდე. ნახეთ უკვე შესქელებულია. всё. ჩვენი ქატო მზად არის. აი ესე პუხ-პუხებს რო აკეთებს, პუხ-პუხ, ესე იგი მზად არის უკვე. და ცოტა ხანში უფრო გასქელდება. და ბოლოს ვამატებთ აი ამ დარიჩინს. აი ესე. რომელიც აძლევს რაღაცა საოცარ არნახულ არომატს. უგემრიელესია. თან რაც თავარია, დარიჩინი უწყობს ხელს გახთომას. და ამიტომ გირჩევთ, რომ აუცილებლად შეიტანოთ თქვენს რაციონში. აი ეს. გემრიელად მიირთვით ქატო.